ტრანსგენდერებთან ასპარეზობისას დაზარალებული სპორტსმენი ქალები რადიკალური იდეოლოგიის წინააღმდეგ. მათ წარმომადგენელთა პალატაში მოусმინეს. ქალთა სპორტში ტრანსგენდერთა ასპარეზობას თავად ქალი სპორტსმენები არ ემხრობიან. ქალებს სპორტში არასდროს არ უნდა უწევდეთ ფსიქიკურად დაავადებული ბიოლოგიური მამაკაცების წინააღმდეგ ასპარეზობა, რომლებიც ქალის სამოსით დადიან. თუმცა ამერიკის ფარიკაობის ასოციაცია უფლებას აძლევს ბიოლოგიურად მამრობითი სქესის პირებს, რომ ქალთა კატეგორიაში იასპარეზონ და ამგვარად ქალთა სპორტს დასცინიან. შეერთებული შტატების ფარიკაობის ქალთა კატეგორიაში ამჟამად 200 ტრანსგენდერი, ანუ ბიოლოგიურად მამაკაცი ირიცხება, რადგან ისინი პირველ ადგილზე LGBT პოლიტიკას აყენებენ და არა კანონს და ქალთა უფლებებს. ტრანსგენდერი ქალები არ უქმნიან საფრთხეს ქალებს, მათი ადგილი ქალთა სპორტშია. მე მჯერა, რომ ტრანსგენდერი ხალხის და ტრანსგენდერი ბავშვების არსებობის შესახებ პანიკა ამერიკელი ხალხის პრობლემებს ვერ გადაჭრის. მე სპორტში ტრანსგენდერთა ასპარეზობის დიდი ადვოკატი ვარ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქალად იდენტიფიცირდება და ქალად ასპარეზობს სპორტში, ჩვენს სტანდარტულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ყოველთვის, როდესაც მამაკაცი ქალთა კატეგორიაში ასპარეზობს, ეს ქალებისთვის უთანასწორო გარემოს ქმნის და გვართმევს შესაძლებლობებს. უკიდურესად დამამცირებელია, როდესაც ქალებსა და მამაკაცებს შორის ფიზიკურ განსხვავებას არ აღიარებენ და კაცთან ასპარეზობისას ქალის მარცხს სპორტული უნარების ნაკლებობას აბრალებენ.